მოტრი. მე ბიჭუნა მღია. 7 წლის ვარ. გწე სტოკჰოლმიდან. გონი ჩვენ არ ძალიან ღარიბები და არც მდიდრები ვარ. აქ მშვიდობა ანათებს მზე. დედას მამა ყავს, მამას კი დედა. მე მინდა ძაღლი მყავდეს. ხო კიდე, ვერ ხვდები რატომ უნდა გამოვიწმინდო ყურები ასეთი სიხშირით. მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და არტილი. თითქმის არტილი. როგორ გონია, მოჩვენებები არსებობენ? იცი, მე ქუთრუშა თუ რაღაც შემიყარა. ჩემს ოთახში არავის უშვებენ და წუმლებს მასმევენ. ხო და მაინტერესებს პატარა მოჩვენებებსაც აიძულებენ დედიკო მოჩვენებები ყურების გამოწმენდას? კიდევ 2 კვირა უნდა ვიწვე. რო გასაკვირია რომ მოვიწყინე. გამარჯობა, ბიჭუნა. აქაც მშვიდობა. აქაც ანათებს მზე. გონი წერა ჯერ კიდევ შემიძლია, მაგრამ იცი, მე არ მსურს დიდებისთვის წერა. და მით უმეტეს არ მსურს დიდებივით წერა. უბრალოდ, როდესაც წერ, ისევ და ისევ ბავშვად ვძნობ თავს. მაშასე. ქალაქ სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ერთ ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს სვანტენსონების ჩვეულებრივი ოჯახი. ამ ოჯახის ჩვეულებრივ დედას და მამას ჰყავთ სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი, ბიჭუნა. მე სულაც არა ვარ ჩვეულებრივი ბიჭუნა. ეს რა თქმა უნდა მართალი არ არის. ამ ქვეყნად იმდენი ბიჭია 7 წელი რომ შეუსრულდა და ასე მუხლებ გამოხეული შარვალი აცვია და ღიაფერის თვალები აქვს რომ საერთო არაფერია. ბიჭუნა მართლაც ჩვეულებრივი ბავშვია. ამ სახლში კიდევ ერთი კაცი სახელად კარლსონია. არც თუ თლაც ჩვეულებრივი. ის სახურავზე ცხოვრობს და სწორედ ამით არის უჩვეულო. არა, შეიძლება ასეთი რამ სხვა ქალაქებში ხდება კიდეც, მაგრამ სტოკჰოლმში ჯერ არავის გაუგია რომ კაცი სახურავზე ცხოვრობდეს. კარლსონი კი მართლაც სახურავის ბინადარია. და თანაც მას ფრენა შეუძლია. კარლსონი მოხერხებულად ქოქავს ტანზე მომაგრებულ უცნაურ პროპელერს,
მაღლა ჰაერში იჭრება და ამაყად დააქრის სახურავების თავზე. დედამ და ტუსა, მერე კი მამამ. შარვალი ისევ დაგიხერია. დედიკო. სკოლიდან გვიან რატომ დაბრუნდი? მამიკო. რას ისა? მამამ ხომ არ იცოდა რომ შინისაკენ მიმავალ ბიჭუნას გზად ძაღლი შეხვდა. ჩემ დაყნოსა, მერე თამაში დაუწყო. თითქოს ეხვეწებოდა შენი ძაღლი ვიქნებიო. ბიჭუნას ნება რომ ყოფილიყო ძაღლის სურვილს წინ რა დაუდგებოდა, მაგრამ მთელი უბედურება ის იყო რომ დედას და მამას არ უნდოდა სახლში ძაღლის გაჩერება.
მუქიანიც, ზოგიერთ ფერხორციანი და მოცებული მამაკაცი, ახლა კი კარტონის დროა. და შემოთავაზე. მე ახალი მუქი მაქვს და მუქის გეთამაშე. ძველი ხომიცო, აი, ახალი მუქი
არ მინდა ჩაისახმარებო. გაკვეთილები ისწავლე ბიჭუნა. ვისწავლე. რა მქონდა დედიკო გაკვეთილი? რა მქონდა დედიკო და ანბანი და ვიცი უკვე ჯერ არის და შემდეგ სხვა ასლების მოყვება და ახლა კი კარტოფილი რო როგორც კარტოფილი იქონდა და ისევ კარტოფილი საფარელო რამე ვიყოლო იცი მგონია ეს კარტა კიდევ ვიღაც არის ჩამოგემოდი დამალობა და ეთამაშო ამავე კორპუსის მეოთხე სართული გავწარწმუნდა. ხოჭახილა მე ვიცი ექბინა, გასზე დიდი აბრაყს მანდენ სოლები აცერია. რა მნიშვნელობა გვარზე, რაგვარი ეთერება კარზე თავარიაში ძვირფასეულობა გქონდა. დამიჯერე და წავედი კარზე, დაგიჯერე წავედი შუმანი.
მოთმინებით დაელო და ფილესა და რულეს. ჩამოგნელდა თუ არა, ბიჭუნა შიშმა და მოусვენრობამ შეიპყრო. კარგად გაიგონა როგორ აჩხაკუნდა კარის საკეთში მავთული და როგორ შემოიპარნენ სახლში ფილე და რულე. Romaria,
გაშუქებე. ადეკი და საფრთხემოქმედო ფონდისთვის გაერანე. კარგი, მე წავალ მანამდე. აიმე ბიჭუნა, აიმე და მე შემინახე. კარგი, შეიძლება არ ის და საერთოდ მოჩვენება კარგად უნდა ხედავდეს, თორემ რამის დაიჭირება და რამის მიკეთა. ისე მოჩვენება, ისე მოჩვენება. მოდი გამოვიკანოთ თანხა ბანკიდან და ვუყიდოთ ბოლოს და ბოლოს ეს წლები. აი ამ კარს როდესაც ავტების მოყოლასაც თავს დავანებებ. კარგი მომიქრება იცით ვიფასო მოჭა. ბიჭკარო. ჩემი სულელი ბიჭი ხვალ ბაწლის ხდება. მოგეწოდეთ, რამდენ ხანს ელოდა ბიჭუნა ამ დღეს? თითქმის იმ დღიდან, რაც 7 წლის გახდა. Rapat garbis dro. Masos rvatsvistis verticis kanadaibade. Isits masos როგორც ვინდა მაშინ სტოპჰოლმში. ესე იგი, განიკო, მე სტოპჰოლმში დავიბადე. დიახ, მოდია. ბედიკო, შენ დედიკო დიდ მალმეში. მე შვილო გუტებორგში. რა მაგარია რომ ერთმანეთს მაინც შევხვდით. ამაზე დედიკო დროასაჭირელი გა. გაცენი, მამიკო, გაცენი. აქ ალბათ კანფეტებია, კარცონს გავხარ. ისევ კარსონი, შვილო, ისევ კარსონი. Ai,
ზამთარი გაზაფხულამდე. მე კი ყოველთვის შენი მეგობარი ვიქნები. იცი შენს წერილებს ლეიბლის ქვეშ ვინახავ. ამიტომ მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო. ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს. იცი? არაფერია თუ ფიქრობ, რომ ღარიბი ხარ. და მით უმეტეს არაფერია თუ ფიქრობ, რომ დიდარი ხარ. რადგან მათთვის, ვისაც სასწაულების სჯერა, ცხოვრება თანაბრად შვენიერია. შენი მეგობარი